თუ მაგნიტს ჩამოაგდეთ სპილენძის მილში, ჩანს, რომ მას წინააღმდეგობის ძალა ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ სპილენძი არამაგნიტურია, ამას იწვევს მაგნიტის მიერ სპილენძში ელექტრული დენის წარმოქმნა, რომელსაც მორევითი დენები ეწოდება. და ეს მორევითი დენები სპილენძში ქმნის მაგნიტურ ველს, რომელიც ეწინააღმდეგება მუდმივ მაგნიტს, თითქმის ისე, როგორც უხილავი შეხების გარეშე მოქმედი ხახუნის ძალა მაგნიტსა და სპილენძს შორის. ეხლა ჩემი გეგმაა გამოვიყენო მეტალის დისკი და მაგნიტებით სავსე დისკი, რომლებიც ძალიან ახლოს იქნება ერთმანეთთან, რათა შევქმნა რაღაც ტიპის მაგნიტური კლაჩი. ველოსიპედზე გადაცემათა სისტემის შესაძლებლად. დავიწყე ორი დისკის ამოჯრით ჩემ CNC რაუტერზე, ერთი ალუმინისგან და ერთი სპილენძისგან. ამის მიზეზი ისაა, რომ დარწმუნებული არ ვარ, რომელი მასალაა საუკეთესო ამ შემთხვევაში. ინტუიცია მეუბნება, რომ სპილენძი უნდა იყოს უკეთესი, რადგან ის ბევრად უფრო გამტარია ვიდრე ალუმინი, მაგრამ თუ Google-ს გითხავთ, ის ამბობს, რომ ალუმინი საუკეთესოა და ამას კვლევითი ნაშრომით ამყარებს. თუმცა, მორევითი დენების დემონსტრაციების უმეტესობაში სპილენძის მილი გამოიყენება, მაგრამ შეიძლება ეს იმიტომ, რომ სპილენძის მილების პოვნა უფრო მარტივია სანტექნიკის მაღაზიებში. ბოლო ვიდეოში, რომელიც Veritasium-მა ადვირთა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მაგნიტზე, მან სპილენძისა და ალუმინის ფურცლები ერთდროულად ჩამოაგდო ძლიერ მაგნიტურ ველში. და ჩანს, რომ ალუმინის ფურცელი ბევრად ნელა ვარდება, რაც უფრო დიდ წინააღმდეგობის ძალაზე მიუთითებს. ამიტომ მე სამგანზომილებიანი პრინტერით ამ ღერძი დავბეჭდე, როგორც ტესტირების მოწყობილობის ნაწილი, რათა დისკებს თავისუფლად შეეძლოთ ტრიალა. შემდეგ შემიძლია დისკის ორივე მხარეს მაგნიტების ნაკრები დაამაგრო ისე, რომ არანაირი შეხება არ მოხდეს. შემდეგ შემიძლია სიმძიმე დავკიდო ძაფის საშუალებით, რომ დისკზე მუდმივი ბრუნვის მომენტი შევიტანო, რაც უნდა იყოს სანდო გზა მაგნიტების მიერ წარმოქმნილი წინააღმდეგობის გასაზომად. შედარებისთვის ეს არის დაშვების სვების სიჩქარე მაგნიტების გარეშე და მაგნიტებით. მიზეზი, რატომაც მაგნიტების გარეშე ტესტი მაინც უფრო ნელია ვიდრე თავისუფალი ვარნა, არის ის, რომ მას დისკის ინერციის დაძლევა უწევს. მაგრამ როგორ შეედრება ალუმინის სპილენძს? ცვადია, სპილენძს აქვს საუკეთესო დამუხრუჭების ძალა, რადგან სპილენძის დისკი 38%-ით ნელა ტრიალებს ვიდრე ალუმინის დისკი. ამას აქვს აზრი, რადგან სპილენძი დაახლოებით 54%-ით უფრო ელექტროგამტარია ვიდრე ალუმინი. მაგრამ მიზეზი, რატომაც სპილენძის ფურცელი უფრო სწრაფად ვარდებოდა Veritasium-ის ვიდეოში, ალბათ ისაა, რომ სპილენძი 3-ჯერ მეტზე მეტს იწონის ვიდრე ალუმინი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რეზისტიული ძალა მაგნიტურ ველში შეიძლება ოდნავ ძლიერი იყოს, ფურცლის წონა შედეგებს ამახინჯებს. სინამდვილეში, თუნდაც ჩემი ტესტი საერთოდ მაგნიტების გარეშე ჩავატარო, სპილენძი მაინც გაიმარჯვებს, უფრო მძიმე დისკის დამატებითი ინერციის გამო. ამ მიზეზით მე მხოლოდ დაშვების ბოლოს ვზომავ დისკის ბრუნვის სიხშირეს, როცა დისკი აჩქარებას ასრულებს და მუდმივ სიჩქარეზე ტრიალებს. და აშკარა, რომ იმ მასალების ხარისხით, რაც მე მაქვს ხელმისაწვდომი, სპილენძი უდაოდ გამარჯვებულია, სულ მცირე დამუხრუჭების ეფექტურობის მხრივ. რადგან თითქმის 6-ჯერ მეტი ღირებულებით და 3-ჯერ მეტი წონით შეიძლება ალუმინი სხვა დანიშნულებისთვის უკეთესი იყოს. შემდეგი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის მაგნიტის ორიენტაცია. ამ პირველ ტესტში ყველა მაგნიტი დამონტაჟებულია ისე, რომ მათი პოლუსები ერთ ხაზზეა, ანუ ჩრდილოეთი მხარე კამერისკენაა მიმართული. მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ ჯგუფ მაგნიტს გადავაბრუნებ, რომ მივიღოთ ჩრდილოეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი კონფიგურაცია? ეს კიდევ უფრო ანელებს დისკს, რადგან სპილენძის დისკში ედის დენები წარმოიქმნება მაგნიტური ველის ცვლილების შედეგად. ასე რომ, როცა მაგნიტებს გადავაბრუნებ და ველი იცვლება, სპილენძში უფრო ძლიერი ედის დენები წარმოიქმნება და შესაბამისად მეტი წინააღმდეგობა ჩნდება. შემდეგ მინდოდა ამ პატარა კუბური მაგნიტების ტესტირება, რადგან მათი უფრო მჭიდროდ განლაგება შემიძლია დისკის პერიმეტრზე. და ესენი იმდენად დიდ წინააღმდეგობას ქმნიან, რომ მგონია წონის გაზრდა დაბჭირდება. ასევე ვცადე კუბური მაგნიტების შახმატისებურ განლაგებაში, მაგრამ ასე შედეგი უფრო ცუდი იყო. რადგან აქამდე ვიქენებდი მაგნიტებს, რომლებიც ძველი პროექტებიდან მქონდა, ეხლა ამ კონსტრუქციისთვის ახალი მაგნიტების მოძებნა მომიწევს. საუკეთესო ვარიანტი, რაც ინტერნეტში ვიპოვე, იყო ეს 10 მმ-იანი კუბური მაგნიტები, რომლებიც უნდა აჯობონ წინა 8 მმ-იან მაგნიტერს. ამიტომ 200 ცალი შევუკვეთე. მაგრამ, როცა ისინი სატესტო მოწყობილობაზე დავამაგრე, მათი მუშაობა ძალიან გავდა პატარა მაგნიტებისას, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით 200%-ით უფრო დიდები არიან. ამან დამაფიქრა, რომ ამ მაგნიტების ხარისხი შეიძლება ამახინჯებდეს ტესტის შედეგებს. სწრაფი Google ძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნეოდიმიუმის მაგნიტებს ბევრი ხარისხი აქვს და ესენი, როგორც ჩანს, დაბალი ხარისხისაა. ამიტომ დავიწყე ძიება, რომ მეპოვა სანდო გამყიდველი N52 ხარისხის მაგნიტებისა, რომლებიც როგორც ჩანს ყველაზე ძლიერია. ისინი 2-ჯერ ზვირირირდა, მაგრამ მიზეზი აშკარაა. იაფი მაგნიტების ჩემს სამუშაო მარწუხზე მიმაგრებისას შემძლე 1,2 კილოგრამიანი წონის ჩამოპიდება მის ქვემოთ. მაგრამ N52 ხარისხის მაგნიტით მან დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი დაიჭირა. შემდეგ ამ ახალი მაგნიტებისთვის სამაგრი დავბეჭდე და როგორც ხედავთ, ისინი იმდენად დიდ წინააღმდეგობას ქმნიან, რომ დისკი თითქმის არ მოძრაობს. ეხლა უკვე ვიცით, რომ ამ მაღალი ხარისხის მაგნიტებისა და ამ სპილენძის დისკის კომბინაცია ძალიან დიდ წინააღმდეგობის ძალას ქმნის. როგორ დავამაგროთ ეს ველოსიპედზე? ჩემი საწვისი გეგმა იყო სპილენძის დისკის უკანა ბორბლის სპიცებზე დამაგრება, როგორც ადრე დამამაგრებია შკივები ელექტროძრავის ამძრავებისთვის. მაგრამ ერთი პრობლემა ისაა, რომ სპიცები არ არის განკუთვნილი ზუსტი დამაგრების წერტილად.
ამიტომ ძალიან რთული იქნება სპილენძის დისკის იდეალურად სწორად დატრიალება, რათა დისკი მაგნიტებს შორის ვიწრო შუალედს არ შეეხოს. მხოლოდ ერთი სხვა ვარიანტია, ყველაფერი ამ ხრახნზე დავამაგრო ჰაბზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ერთი ველოსიპედის ვარსკვლავისთვის. ამიტომ უნდა ჩავადიოთ სპილენძის დისკი, მაგნიტებით სავსე დისკი და ვარსკვლავი ამ 12.5 მმ-იან ხრახში, რომელსაც ასევე აქვს ორი განსხვავებული დიამეტრი და ხრახნის მიმართულება. ყველაზე დიდი, როგორც ჩანს, სტანდარტული ველოსიპედის იმპერიული ხრახნია. 1.27 ინჩი დიამეტრით და 24 ხრახნი თითო ინცზე. რაც სვადია საქმეს ცოტა ართულებს, რადგან ამ ხრახნის დამზადება ზუსტად არ შემიძლია. მაგრამ საბედნიეროდ გამოსავალი გვაქვს, რადგან Formlabs-მა გამომიგზავნა მათი Form 3+ პრინტერი და მათი Rigid 4K PC. ეს სამგანზომილებიანი პრინტერი მუშაობს ისე, რომ ფისს ამაგრებს ულტრაიისფერი ლაზერით. და ეს საშუალებას იძლევა, რომ მივიღოთ ბევრად უფრო ზუსტი და იმედია უფრო ძლიერი დეტალები, ვიდრე ჩემი სხვა სამგანზომილებიანი პრინტერებით. როდესაც ბეჭდვა დასრულდება, დეტალი საჭიროა გაიწმინდოს იზოპროპილის სპირტში, სანამ საბოლოო ულტრაიისფერ გამყარებაზე გადავა, რათა დეტალი იყოს რაც შეიძლება ძლიერი. შემდეგ უბრალოდ ვშლით საკვირდენს და გვაქვს სამაგრი სპილენძის დისკისთვის, რომელზეც Fine Hub-ის ხრახნები უკვე დაბეჭდილია. როცა სამაგრი ჰაბზე დავახრახნეთ, აშკარაა რომ ეს ბევრად უფრო სწორ სამაგს ქმნის, მაგრამ კითხვა ასეთია: საკმარისად ძლიერია? კარგი, ვიცი როგორ გავიგოთ ეს, რადგან ასევე დაუბეჭდე ეს უკანა ვარსკვლავი იგივე ფისით, რათა ვნახო, გაუძლებს თუ არა ჯაჭვის ბრუნვის მომენტს ისე, რომ არ დააზიანოს თხელი ხრახნები, რომლებიც მას ჰაბზე ამაგრებს. და გასაკვირია, რომ საკმაოდ კარგად იმუშავა დაახლოებით 1 მილის მანძილზე, სადაც იყო როგორც ბრტყელი გზა, ასევე მცირე აღმართები, სანამ ეს არ მოხდა. ეს პროექტისთვის დიდი პრობლემა ჩანს, თუმცა მან მომცა გარკვეული სასარგებლო ინფორმაცია. როგორც კადრებიდან ჩანს, ბზარები დაიწყო ვარსკვლავის კბილებიდან და შიგნით ჰაბისკენ გადავიდა, რაც მიუთითებს, რომ სუსტი წერტილი ჰაბი არ იყო არამედ ვარსკვლავის კონსტრუქცია, რადგან ის ვერ იქნება 3 მმ-ზე სქელი და ამავდროულად ჯაჭვთან სწორად შეერთებული. შემდეგი ნაბიჯია დიდი სპილენძის დისკის ამოჭრა, რომელიც იქნება მაგნიტური კლაჩის 1/9 და პირდაპირ დაატრიალებს უკანა ბორბალს. შემდეგ ჭირდება ბევრი მაგნიტი, რომლებიც დამაგრდება თავისუფლად ბრუნავ ჰაბზე, რომელსაც ჯაჭვებს. სომაჭრი ატრიალებს, მაგრამ რამდენი მაგნიტი ჭირდება რეალურად? მე დაბრუნდი სატესტო მოწყობილობასთან და ეს ცხლის კონტეინერი გამოვიხენე, რომ შემეცვალა ხელზე დაკიდებული წონა, რაც პირდაპირ ცვლის დისკზე დატანილ ბრუნვის მომენტს. ამან აჩვენა, რომ დისკის ბრუნვის სიხშირე პროპორციულია დატანილ ბრუნვის მომენტთან. ასე რომ თუ დავხატავთ გრაფიკს ბრუნვის მომენტის და ბრუნვის სიხშირის მიხედვით, მივიღეთ ლამაზ სწორ ხაზს. შემდეგი რაც უნდა შევამოწმოთ არის თუ როგორ მოქმედებს მაგნიტების რაოდენობა ბრუნვის სიხშირეზე. ასე რომ თითოეულ ტესტს ჰქონდა მაგნიტების სხვადასხვა რაოდენობა. თითოეულ ნაკრებში იყო 4 მაგნიტი, რადგან 2 წინ მაქვს და 2 უკან. და ეს შედეგი ხაზოვანი არ იყო, ასე რომ მაგნიტების რაოდენობის გაზრდამ ბრუნვის სიხშირე პროპორციულად არ შეამცირა. მაგრამ პირველი ტესტიდან ვიცით, რომ წონა პირდაპირ კავშირშია ბრუნვის სიხშირესთან, ასე რომ შეგვიძლია გამოვთვალოთ საჭირო წონა, რომელიც თითოეული მაგნიტების ნაკრებისთვის 100 ბრუნვამდე მისაღწევად გვჭირდება. ეს ახლა გვაძლევს მუდმივ ბრუნვის სიხშირეს სხვადასხვა მაბრუნი მომენტით და შეგვიძლია გამოვიყენოთ გაფანტული სიმძლავრის გამოსათვლელად, რომელიც თუ 100 ბრუნვაზე სიმძლავრის გრაფიკს ავაგებთ, სწორ ხაზს მივიღებთ. ეს ნიშნავს, რომ მაგნიტების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია კლაჩის საშუალებით სიმძლავრის გადაცემასთან და არა ბრუნვის სიხშირესთან. შემდეგ ინტერნეტში ვიპოვე ეს კალკულატორი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვთვალოთ, რა სიმძლავრია საჭირო ველოსიპედით მოცემულ სიჩქარეზე სავალებლად. თქვათ, ვინდა ვიაროთ საათში 10 მილი სიჩქარით, ამისთვის საჭიროა დაახლოებით 78 ვატი სიმძლავრე. ტესტებიდან ვიცი, რომ 5 მაგნიტის ნაკრები 100 ბრუნვისას სუთში გამოიმუშავებს 7.8 ვატს. ეს ნიშნავს, რომ დამჭირდება 44 მაგნიტის ნაკრები და რადგან თითოეულ ნაკრებში 4 მაგნიტია, სულ გამოვა 176 მაგნიტი. მაგრამ აქ ერთი პრობლემა არსებობს. ეს 100 ბრუნვით წუთში არის სიჩქარის სხვაობა სპილენძსა და მაგნიტებს შორის, რაც 10 მილის საათში ნიშნავს, რომ უკანა ბორბალი და შესაბამისად სპილენძის დისკი იტრიალებს 135 ბრუნს წუთში. ამიტომ მაგნიტები უნდა ტრიალებდეს 100 ბრუნით უფრო სწრაფად, ანუ 235 ბრუნს წუთში. ეს შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ამ ველოსიპედზე ვარსკვლავების გადაცემის თანაფარდობის გამო მე მხოლოდ 84 ბრუნს წუთში უნდა ვატრიალო პედლები, რომ შევინარჩუნო სიჩქარის სხვაობა, რაც ნამდვილად მიღწევადია. შემდეგ მივხვდი, რომ ამ მაგნიტების 100-იან პაკეტებში ყიდვა უფრო იაფი იყო, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით 200 შევუკვეთე. როგორც ჩანს, ამან მათი მარაგი მთლიანად ამოწურა. და 200 მაგნიტის ქონა ნიშნავს, რომ არის 50 ნაკრები, რაც იდეალურად უნდა მოთავსდეს სპილენძის დისკის პერიმეტრზე.
შემდეგ ბორბალზე არსებული პატარა ხრახნისთვის შესაფერის ადაპტერზე ბორბალების მჭიდრო ჩასმა მოახდინე. ამის შემდეგ ეს ბორბალები შეიძლება ჩავასვათ უკანა ვარსკვლავში, რომელსაც ასევე აქვს სამონტაჟო ხრელები, კიდევ ერთი დისკისთვის, რომელიც მაგნიტების დასამაგრებლად იქნება გამოყენებული და რომელიც ალუმინის ფურცლიდან ამოჭერეს. როცა ყველაფერი ველოსიპედზეა დამონტაჟებული, უფრო მარტივია იმის გაგება, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. ჯაჭვი ატრიალებს ალუმინის დისკს, რომელზეც საბოლოოდ 200 მაგნიტი დამაგრდება და ის საერთოდ არ არის დაკავშირებული უკანა ბორბლის ან სპილენძის დისკის ბრუნვასთან, ბორბლების გამო. ასე რომ პედლები და უკანა ბორბალი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად ტრიალებს და უკანა ბორბლის დატრიალების ერთადერთი გზა მაგნიტების გავლითაა, რომლებიც სპილენძის დისკში დენს ინდუცირებენ. შემდეგ გამობეჭდე მაგნიტის სამაგრი სამგანზომილებიანად გამჭვირვალე ფისით Form 3-ზე და ესენი მართლაც ძალიან კარგად გამოვიდა. შემდეგ მაგნიტებს შეგვიძლია მიუყენოთ თავიანთ ადგილას გადაბრუნებული პოლარობის კონფიგურაციით და ალუმინის დისკზე მივამაგროთ რამდენიმე ჭანჭიკით. ფედლების დატრიალებით აშკარად ჩანს, რომ მაგნიტებს უკანა ბორბალზე გავლენა აქვთ, რაც ძალიან იმედისმომცემია, რადგან ეს საბოლოო რაოდენობის მხოლოდ 10%-ია. მაგრამ ერთი მცირე პრობლემა არსებობს. ჯაჭვი მაგნიტებზე ეკრობა. ამის თავიდან ასაცილებლად მაგნიტები ჯაჭვიდან უფრო შორს უნდა განთავსდეს, რაც ნიშნავდა, რომ საჭირო იყო ჰაბის ახალი ნაწილების გადაკეთება და დაბეჭდვა, რათა კლაჩი ბორბლისკენ გადაეწია. ასევე უფრო სქელი ალუმინის დისკის გამოყენება, რომ მაგნიტების დატვირთვისას არ მოღუნულიყო. ასევე რადგან მაგნიტები სპიცებზეც ეკრობა, სპიცები კაბელის სამაგრებით უნდა დამეჭირა, რომ კლაჩიდან მოშორებით გადამეწია. რაც სტრუქტურულად იდეალური არ არის, მაგრამ ეს პროტოტიპია. ეხლა კი მაგნიტებს შეუძლიათ თავისუფლად ტრიალონ ისე, რომ ჯაჭვს, სპიცებს ან ველოსიპედის ფოლადის ჩარჩოს ან არ ეკრობიან. და შეგვიძლია ვიგრძნოთ, როგორ აჩქარებს ეს კლაჩი ბორბალს მაშინ, როცა ფედლები ტრიალებს და როგორ ამატებს დამოხვიჭების ძალას, როცა ფედლები გაჩერებულია. ეხლა მხოლოდ ის გვჭირდება, რომ დარჩენილი 180 მაგნიტი დავამაგროთ, რათა კლაჩის მეშვეობით ბრუნვის გადაცემა გაიზარდოს. და როცა უკანა ბორბალი დაბლოკილია, პედლებზე დიდი წინააღმდეგობაა, მაგრამ მაგნიტებს მაინც შეუძლიათ ტრიალი. და როცა ფედლები დაბლოკილია, ბორბალსაც შეუძლია ტრიალი და ისიც იგივე წინააღმდეგობას განიცდის კლაჩის მეშვეობით. თუმცა როცა ორივე შეუძლია ტრიალი, პედლები უკანა ბორბალს მარტივად ატრიალებს და დამოხვიჭების ძალა ბორბალს თითქმის ფხისიერად აჩერებს. გონი დროა ესნამე გამოვცადოთ და ვნახოთ, მართლა შეგვიძლია თუ არა მაგნიტების ძალით მოძრაობა. წავედით. კარგი, რაღაცნაირად მუშაობს. უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან დაბალ გადაცემაში ვარ. მოდით ნახოთ რა მოხდება თუ პედლების ტრიალს შევწყვეთ. ნამდვილად ვგრძნობ ამ წინააღმდეგობას. მაგნიტების საშუალებით. მობრუნდი. ეხლა აღმართია. ცოტა მიჭირს. ჯერ კიდევ შემიძლია მოძრაობა. ამ ცოტას დიდ სიჩქარეს ვერ ვირე. ეცადე, უფრო სწრაფად დააბრუნო ფედლები. კარგი. გულისხმობ, მუშაობს. მგონია, რომ ჯაჭვის დაჭიმულობის შეცვლა დამჭირდება, რადგან ხმა ისმის თითქოს მაგნიტებზე ეწებება და მერე ცდილობს გადახდეს ვარსკვლავიდან. მოდით ცოტა დავაჭიმოთ. თეორიულად, რაც უფრო სწრაფად ვატრიალებ ფედლებს, მით მეტი ბრუნვის მომენტი უნდა გამოიტანოს, ჩემი წინა ტესტების მიხედვით. მაგრამ ეხლა უბრალოდ უსწორებს სპილენძის სიჩქარეს. და თუ ფედლებს შევწყვეთ, მართლა ვგრძნობ ამ წინააღმდეგობას. ეს ძალიან უსნაური შეგრძნებაა, იმიტომ რომ მე პირდაპირ არ ვარ დაკავშირებული უკანა ბორბალთან, ასე რომ თითქმის ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ბორბალს ვატრიალებ, თუ ზედმეტ ძალას გამოვიყენებ. ძალიან რთულია უკანა ბორბალთან ერთად ფედლების მუდმივი სიჩქარის შენარჩუნება. კარგი, წავედით და პედლებს ვბლოკავ. ასე რომ ის ჩვეულებრივი მუხრუჭივი ძლიერი არ არის. მაგრამ ის ცოტათი ანელებს. არ არის ცუდი ვფიქრობ. წინა მხარეს უფრო დიდი ვარსკვლავი გჭირდება, რომ გადაცემათა თანაფარდობა გავზარდოთ. მიზეზი, რატომაც გონია, რომ დაბალ გადაცემაზეა მაგნიტებსა და სპილენძს შორის ბრუნვის სიხშირის სხვაობა. იმიტომ რომ მორევითი დენების წარმოსაქმნელად მაგნიტები ყოველთვის უნდა მოძრაობდნენ სპილენძზე სწრაფად. ამიტომ რომ მივახციო უფრო მაღალ სიჩქარეს, უნდა შევცვალო ვარსკვლავების თანაფარდობა, რომ მაგნიტები უფრო სწრაფად დატრიალდნენ. ამიტომ მოხსენი ორიგინალი 45 კბილო ვარსკვლავი და დავამზადე ჩემი საკუთარი 68 კბილო ვარსკვლავი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თანაფარდობას. და აქვს 280 მმ-ის დიამეტრი, რაც ამ ველოსიპედის ჩარჩოს მაქსიმალური ზომაა.
საბედნიეროდ, როდესაც ახალ ჯაჭვებს ყიდულობ, ისინი ოდნავ გრძელია, ვიდრე უმეტეს ველოსიპედს სჭირდება. ამიტომ დამატებითი სიგრძისთვის ორი ჯაჭვის შეერთება არ დამჭირვებია. ეს ძალიან დამეხმარა ველოსიპედით სეირნობისას, რადგან ბრტყელ გზაზე ტარებისას საკმაოდ კარგი სიჩქარის შენარჩუნება შემეძლო. ძნელია ზუსტად აღხსნა, როგორი შეგრძნება აქვს ამ მაგნიტურ კლარკს, რადგან ის ძალიან უნიკალურია. როცა ბრტყელ გლუ ზედაპირზე მიდიხარ, სანამ მაგნიტები ბრუნავენ ბორბალზე უფრო სწრაფად, უკანა ბორბალზე მომენტი განისაზღვრება ინით, რამდენად სწრაფად ატრიალებ პედლებს. ასევე დამუხრუჭების ზალა მაღალი სიჩქარის დროს ბევრად უფრო ძლიერია, რადგან მაგნიტებისა და სპილენძის ბრუნვის სიხშირეს შორის განსხვავება. ასე რომ ველოსიპედის სრულად გაჩერებისთვის ეს იდეალური არ არის. მაგრამ თუ გინდა სიჩქარე შეამცირო, მას ნამდვილად აქვს გარკვეული უპირატესობები ტრადიციულ მუხრუსთან შედარებით, რადგან მასში არ არის კონტაქტური ხახუნი, რაც მუხრუც ხუნდეს ხუნდებს დაზოგავს. და ეს არის ამ სისტემის კარგი თვისებების შეჯამება. ასე რომ გივჩერდი თუ არა შენს ველოსიპედზე ამის აწყობას? ნამდვილად არა. ხედავ, აღმართებზე ასვლისას მას ნამდვილად უჭირს. საუკეთესო გზა რომ აღწერო ეს არის ის, რომ თითქოს ქვიშაზე მიდიხარ. თითოეული პედლის დატრიალება დიდ ძალას მოითხოვს და თითქმის არ მიიწევ წინ. შეიძლება ჩანდეს, რომ დაბალ გადაცემაზე მივდივარ, რადგან პედლები ბორბალზე უფრო სწრაფად ტრიალებს. მაგრამ იმის გამო, რომ მაგნიტებსა და სპილენძს შორის ბრუნვის სიხშირის განსხვავება ძალიან დიდია, წინააღმდეგობა ძალიან მაღალია. ამიტომ პედლებზე დიდ ძალას ვახარჯავ, მაგრამ არსად მივდივარ. სხვათა შორის, ამ შედარებით მარტივ აღმართზე ასვლის შემდეგ ძალიან დავიღალე და თუ გაინტერესეთ, სად მიდიოდა ჩემი ენერგია. როცა სახლში მივედი, თერმული კამერა გამოვირა. იმედია, ეხლა ეს უფრო ნათელი ხდება. დიახ, სპილენძის დისკო დაახლოებით 20 გრადუსით გახურდა, რაც სპილენძის სპეციფიკური სითბური, ტევადობისა და დისკოს მასის გათვალისწინებით დაახლოებით 8000 ჯოულის დაკარგულ ენერგიას ნიშნავს. იმედი მქონდა, რომ ეს რაღაცით უწყვეტად სლადი გადაცემათა კოლოფის სიმულაციას გააკეთებდა, სადაც შეგეძლებოდა პედლები გეტრიალებინა ნებისმიერ სიჩქარეზე, ხოლო კლაჩი მიწის დახრილობის მიხედვით დაარეგულირებდა ბრუნვის მომენტს. თუმცა დაკარგული სითბური ენერგია ველოსიპედის ტარებას ბევრად ართულებს და ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე უპირატესობას პირდაპირ ჯაჭვურ გადაცემასთან შედარებით. მაგრამ ხო იცი, იდეა მქონდა და მინდოდა გამომეცადა. რაც შესაძლებელი გახდა OnShape-ის დახმარებით, რომელიც პროფესიონალური დონის კომპიუტერული დიზაინისა და პროდუქტის მონაცემთა მართვის ინსტრუმენტია ბიზნესებისთვის. და სინამდვილეში OnShape-ს იყენებს Formlabs-ი, რომელიც ქმნის Formlabs-ის PC printers. OnShape-ი რეალურად შეიქმნა იმავე დამფუძნებლების მიერ, ვინც შექმნა SolidWorks-ი, მაგრამ დაინახეს, რომ საინჟინრო გუნდებს სჭირდებოდათ უფრო თანამედროვე პროდუქტის განვითარების ინსტრუმენტები. ამიტომაც შექმნეს OnShape-ი ნულიდან. და სხვა CAD პროგრამებისგან განსხვავებით, OnShape-ი იყენებს ღრუბლოვან არქიტექტურას, რაც საშუალებას იძლევა რეალურ დროში თანამშრომლობას. შესაძლებელია მისი გამოყენება მობილურებსა და ტაბლეტებზე და კიდევ ბევრ სხვა ფუნქციასაც აქვს. გარდა ამისა, ეს ნიშნავს null crash, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო არ დაიკარგება. ისინი ყოველთვე ამატებენ ახალ ფუნქციებს და ერთი მთავარი განახლება, რომელსაც მალე ველოდები და ძალიან მიხარია, არის პროფესიონალური დონის CAM-ის, ანუ კომპიუტერით მხარდაჭერილი წარმოების დამატება, რაც ბევრად გაამარტივებს ჩემთვის G-კოდის გენერირებას ჩემი CNC რუტერისთვის. საერთო ჯამში OnShape ინჟინერებისა და დიზაინის გუნდებს ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობის საშუალებას აძლევს. ასე რომ თუ თქვენ ან თქვენს ბიზნესს გსურთ OnShape-ის უფასოდ მოსინჯვა, გადადით მისამართზე: OnShape.pro/Tom Stanton-ი ან იხილეთ მული ქვემოთ აღწერაში.